მიცნობ იმ ერთ ადამიანს, რომელიც ყველაზე არამოდურ ტანსაცმელს საუკეთესოდ შეუხამებს ერთმანეთს. ყველაზე ცუდი ფუნჯებით შედევრს და ხატავს და ცარიელი ფურცლებისგან მუზეუმის ექსპონატს შექმნის. აი, არ მესმის, როგორ არიან ეგეთი კრეატიულები და ეგ მე რატომ არ გამომდის. ისე დამიჯერებ თუ გეტყვი, რომ ყველა ადამიანი კრეატიულია, უბრალოდ ყველა ერთნაირად ვერ ვიყენებთ ამ კრეატივს. ადრე მეგონა, რომ ადამიანები კრეატიულები იბადებოდნენ და რომ მე ეს ნიჭი არ მქონდა. მოკლედ, მე გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომო და კრეატიული უნდა გამხდარიყავი. ავდექი და ინტერნეტში გზების ძიება დავიწყე. და გავარკვიე, რომ კრეატიულობა ნიჭი კი არა, უნარია, რომლის გამომუშავებაც ყველას შეუძლია. აი, ეს რჩევები დამეხმარა გამხდარიყავი უფრო კრეატიული. პირველი, როცა მძაფრ ემოციას იგრძნობ, მაგალითად ძალიან დიდ ბედნიერებას ან ცევდას, ეცადა ეს გრძნობა რამეში გადმოიტანო. შეგიძლია დაწერო, დახატო, ან გაისეირნო და ფოტოები გადაიღო. ხელოვნება ხშირად მძაფრი ემოციებისგან იწყება. მეორე, დაიწესო შეზღუდვები. კი, შეზღუდვები. აი ნახე, თუ ხატავ, ვქო რომ მხოლოდ სამფერს, მაგალითად წითელს, ყვითელს და მწვანეს გამოიყენებ. ასე მოგიწევს, რომ ახალი და კრეატიული გზები მოიფიქრო იმისთვის, რომ კარგი ნახატი გამოგივიდეს. ხშირად შეზღუდვები ბადებს საუკეთესო იდეებს. და ისე ვინ არის ყველაზე კრეატიული ადამიანი, ვისაც იცნობ? მონიშნე კომენტარებში.